მოგესალმებით ბატონო კონგრესმენო, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის. თქვენ საქართველოს დიდი ხნის მოკავშირე და მეგობარი ხართ და თქვენს დიდ ძალისხმევას გადაარჩინოთ ქართული დემოკრატია და მხარში დაუდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, განსაკუთრებით აფასებს ქართველი ხალხი. თქვენ ხართ მეგობარი და მეგობარი აქტის ავტორი ამავდროულად. სწორედ ამიტომ მოდით საუბარი დავიწყოთ ამ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტზე. ქართული ოცნება ირაკლი კობახიძე და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებენ, რომ მეგობარი აქტი დასრულდა, ის ვეღარ ამოქმედდება. რა ხდება სინამდვილეში, რამდენად შესაძლებელია ის სენატში გავიდეს. დიახ, აუცილებლად ასე იქნება. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ქმნის ამ ცვლილებებს და სწორედ ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკას საქართველოს მეგობრობის ასოციაციას, დიასპორას და მთელ მსოფლიოში მყოფ ქართველებს, რომლებიც კარგად არიან ინტეგრირებული საზოგადოებაში და პატივისცემას იმსახურებენ. რაც შეეხება მეგობარ აქტს, ეს უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია. 349 to 42, almost 90%. მეგობარი აქტი წარმომადგენელთა პალატაში გავიდა 349-52-ის წინააღმდეგ, რაც თითქმის 90%-იან მხარდაჭერას ნიშნავს და ისინი, ვინც წინააღმდეგ მისცეს ხმა, ძირითადად იზოლაციონისტები არიან. ისინი საქართველოს მოწინააღმდეგეები არ არიან. ისინი საერთოდ წინააღმდეგი არიან, რომ ამერიკა მსოფლიოს რომელიმე კუთხეში ჩაერიოს. ყველაფერი მშვენივრად მიდის. 349-52-ის წინააღმდეგ წარმომადგენელთა პალატაში. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი რა უნდა იყოს. რაც შეეხება სენატს, მადლობა რომ იქ სხვანაირი წესებია და არ შეგვეძლო ამ კანონის სხვა კანონპროექტზე მიბმა, მაგრამ სენატში გვაქვს ყველა შესაძლებლობა რომ პროცესი გავაგრძელოთ და ამას გავაკეთებთ. გვაქვს შეერაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის როჯერ უიკერის ძლიერი მხარდაჭერა, ასევე დემოკრატის სენატორის ჯინ შაჰინის ლიდერობაც, ასე რომ ვხედავთ ძლიერ მხარდაჭერას. იმედია გაიგებს პროპაგანდა, მაგრამ რომ დავაზუსტოთ, რამდენად შესაძლებელია ახლა მოხერხდეს სენატში მარკოინ მალენის ვეტოს დაძლევა. მართალი გითხრათ, მის ეს პოზიცია ჩემთვის სიურპრიზია, რადგან 2020 წელს მე მასთან ინტერვიუ ჩავწერე. სადაც ამბობდა, რომ სწორედ ის იყო ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიციატორი და ეჭვი-არეპარებოდა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. მოდით ვნახოთ მის ეს განცხადება და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. საიდუმლო არ არის, რომ ივანიშვილს ახლო კავშირი აქვს პუტინთან. მისი კაპიტალი არ არის ქართული, მისი ქონებაც მიბმულია რუსეთთან და პუტინთან. არავის შეუძლია უარყოს საქართველოში მისი გავლენები პოლიტიკურ არენაზე. ამავდროულად მისი კავშირები პუტინთან ყველასათვის წითელი დროშის საფრიალება უნდა იყოს. ჩემ შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა. თქვენი აზრით რა მოხდა? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც მარკოინ მალენი კონგრესიდან სენატში გადავიდა? The good news is that actually in the US Senate ზოგადად კარგია, რომ ამერიკის სენატში ერთ პირს განსაკუთრებით უმრავლესობის პარტიიდან შეუძლია დაბლოკოს კენჭისყრა, რაც დემოკრატიის ნიშანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ამ პროცესის საბოლოოდ შეჩერება შეუძლია. საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, რომ შეერაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ როჯერ უიკერის ძლიერი მხარდაჭერით, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატის სენატორის ჯინ შაჰინის თანადგომით, ორივე პარტიის, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ერთობლივი ძალისხმევით ეს კანონპროექტი გავა. ისევე როგორც იყო წარმომადგენელთა პალატაში 349 ხმა 42-ის წინააღმდეგ. სენატშიც 90%-ზე მეტი მხარდამჭერი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა სენატორ მალენს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას, ისიც გაიაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. სახელმწიფო დეპარტამენტმა საკმაოდ მკაცრად უპასუხა სუსის უფროსის ბრალდებებს. მაგრამ ზოგადად თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ უნდა ბედავდეს ქართული ოცნება ამ ტონით ესაუბრებოდეს Marco Rubio's office? We need to put in perspective Marco Rubio himself. Why is Marco Rubio in the United States? მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თავად მარკო რუბიო ვინ არის და რატომ არის მარკო რუბიო დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის მოქალაქე და რატომ მსახურობს სახელმწიფო მდივნად, იმიტომ რომ მისი ოჯახი კომუნიზმს გაურბოდა. ისინი კუბიდან გამოიქცნენ. ამიტომ მას არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ტოტალიტარული დიქტატურა. ეს ტრაგიკულად შეეხო მის ოჯახს. და ასე, კვლავ და კვლავ, ჩვენ მყოფს ადამიანები ტრამპის ადმინისტრაციაში, ვინც იცავს თავისუფლებასა და დემოკრატიას. ყავს შესანიშნავი ლიდერი ელჩი მაიკ უოლცი გაეროსთან. ის მყარად დაუდგება გვერდში საქართველოს ხალხს და კიდევ ერთხელ მინდა აგიხსნათ, რომ ეს ადმინისტრაცია არ აპირებს ნელ მოქმედებას.
is not going to be slow walking. Last week, the State Department called in the ambassador of Georgian Dream. გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა ქართული ოცნების ელჩი. რათა მიუთითოს, რამდენად უპასუხისმგებლოა ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმა. პრეზიდენტი ტრამპი აღიარებულია მსოფლიო არენაზე, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი და დარწმუნებული ვარ, მისი ადმინისტრაციაც გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას, რადგან სწორედ საქართველოს მოქალაქეები არიან შთაგონების წყარო. ეს ქართველი ხალხია, ვინც შთააგონებს ამერიკელებს, იდგნენ მათ გვერდით და მსოფლიო საზოგადოებასაც. Inspire Americans to stand by their side for people around the world. ვიდრე გავაგრძელებდეთ და ამოვწურავდეთ მეგობარი აქტის შესახებ პროცედურების განხილვას. მანამდე მინდა გკითხოთ, რა რეაქცია ჰქონდათ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ელთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის დაჯარიმებაზე. ქართულმა ოცნებამ უკვე მართლაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ყოველდღიურად გამოწვევას უგზავნის დასავლეთს. რა უნდა იყოს ადეკვატური პასუხი? We have the Finnish foreign minister and head of OSCE. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ელთოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას შეხვედრის გაუქმება დასჭირდა. ამის შემდეგ დააჯარიმეს. ეს სრულიად გაუგებარი და მიუღებელია და იმის გამო, რომ ევროკავშირი და მთელი მსოფლიო ქართულ ხალხს უჭერს მხარს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გასულ თვეში წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი არაღიარების პოლიტიკას ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ, რომელიც აღიარებულია როგორც არალეგიტიმური, უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს მოსახლეობა დგას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარეს. ეს ხალხი ძალიან ძლიერი და შთამაგონებელია და ამიტომაც დარწმუნებული ვარ, ეს კანონი აუცილებლად გავა. Standing up for their liberty and hey, what strong people of Georgia, and so what an inspiration. მაგრამ ახლა მთავარია როდის? ივანიშვილი ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდ და მკაფიო ნაბიჯებს დგამს დიქტატურისკენ. ახლა პარტიების აკრძალვას აპირებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმის შემდეგ უკვე პატიმრობით ემუქრება. ექნება რეაქცია ამაზე დასავლეთ შეერთებულ შტატებს, დაუწესდებათ სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას. I'm confident it's coming. მე დარწმუნებული ვარ იქნება. აშკარაა, რომ ეს ეგრეთ წოდებული კანონები ჯერ ომის დამნაშავე პუტინის დუმამ მიიღო, რომელიც თავად პუტინის მორჩილი ინსტიტუტია. შემდეგ იმავე შინაარსის კანონი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დიქტატურამ დაამტკიცა და ბოლოს ზუსტად იგივე კანონი მიიღო ქართული ოცნების პარტიამ. ეს თანხმედრად საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ, რომ დიქტატორები თანამშრომლობენ. Dictators are working together. The good news is democracies are working together. კარგი ამბავი ის არის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებსაც აქვთ ერთიანობა, ამიტომ დემოკრატია გაიმარჯვებს. ნახეთ ეს პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლაში ქნესეთში ორშაბათს. დიახ, დასავლური ცივილიზაციის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც სამართლის უზენაესობაა, გაიმარჯვებენ იარაღზე დაფუძნებული დიქტატურის წინააღმდეგ. ომის დამნაშავე პუტინმაც იცის, რომ მისი რეჟიმის დღეები დათვლილია. კიდევ ერთი მაგალითია სირიის ახალი მთავრობა, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობ. გასულ წელს სირიის დიქტატორმა ასადმა მე სახელმწიფოს მტრად გამომაცხადა. 6 თვის შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ მე შეხვდი ახალ პრეზიდენტს ასადის ყოფილ ოფისში. დასრულდა 54 წლიანი სოციალისტური დიქტატურა. სოციალისტური რეჟიმი დაემხო. დიქტატურები ინგრევა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ცვლილებები მშვიდობიანად მოხდეს. ეს უნდა მოხდეს არჩევნებითა და დემოკრატიული პროცესით. სირიაში კი ისევე როგორც უკრაინაში ვხედავთ დემოკრატიის გამარჯვებას. მე მჯერა, რომ დემოკრატია ყოველთვის გაიმარჯვებს. Democracies are going to prevail. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ღაზას ისტორიული შეთანხმების შემდეგ ახლა უკრაინის დროა. მანამდე ზანგეზურის დერეფანზე მოუხდა მოლაპარაკება რეგიონში, რომელსაც ტრამპის დერეფანი დაერქმევა. მაგრამ საქართველოს გარეშე ეს რეგიონი სტაბილური არავისთვისაა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ახლა ტრამპი საქართველოსთვისაც მოიცლის და ჩვენი ქვეყანა მოექცევა პრეზიდენტ ტრამპის ფოკუსში. I'm glad you pointed out. It really is. Okay, he believes in peace through strength. დიახ, კარგია რომ ეს საკითხი წამოჭერით. დიახ, ეს მართლაც ასე იქნება. პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ შესაძლებელია მშვიდობის დამყარება ძალით. ხედავთ მის წარმატებას მთელ მსოფლიოში. აზერბაიჯანი, სომხეთი, ინდოეთი, ღაზას სამშვიდობო გეგმა იზრდებს შედეგს და მას შემდეგ, რაც კონგრესმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მეგობარ აქტს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ახლახან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა არაღიარების პოლიტიკას ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის მიმართ. ახლა კიდევ უფრო მეტად იქნება ყურადღება გამახვილებული საქართველოში არსებულ ვითარებაზე. Now it's going to be more focus on
the situation in the Republic of Georgia, and it's going to be very clear. ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ ჩინეთის წინააღმდეგ გაცხადებული სატარიფო ომი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. ამ პირობებში რამდენად შესაძლებელია, რომ ჩინეთისა და ირანის მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი ასე თავისუფლად მოქმედებდეს და სათანადო ფასს არ იხდიდეს იმის გამო, რასაც ერთის მხრივ ქართველი ხალხის წინაშე აშავებს და მეორეს მხრივ როგორ ექცევა ისეთ პარტნიორებს, როგორიც ევროპა და ამერიკა. It's going to be very clear. The subversion of the Georgian Dream government by the Chinese Communist Party. კაფეო ხდება, რომ ქართული ოცნების მთავრობის ქმედებები პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის სკოტ ბესანტის შეფასებაც ჩინეთთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედებები მიზნად ისახავს ცენტრალური აზიის იშვიათი მინერალების კონტროლს, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკის ახალ მოკავშირეებს, უზბეკეთს, ყაზახეთს, დიდი ალბათობით ყირგიზეთსაც. კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ ამ სურათს. თქვენ ნახეთ ძლიერი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, ასევე პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო ირანის ბირთვული შესაძლებლობების აღმოფხვისკენ. ხედავთ დამატებით დახმარებას უკრაინისთვის. ჯერ კიდევ პირველ ადმინისტრაციაში პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას მიაწოდა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ამერიკელი სამხედროები განათავსა პოლონეთში და შეაჩერა პროექტი Nord Stream 2, ასე რომ უკვე მისი პირველი ვადიდანვე. ის მტკიცედ უჭერდა მხარს უკრაინელ ხალხს, რათა შეეჩერებინა ომის დამნაშავე პუტინის აგრესია. სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაცია სუსტი აღმოჩნდა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში. ყველაზე კატასტროფული გადაწყვეტილება იყო, როდესაც ამერიკელებმა დატოვეს ავღანელი ხალხი. მაგრამ ახლა ყავს პრეზიდენტი, რომელიც დგას მშვიდობა სიძლიერის საშუალებით. ამ პრინციპზე და ის წარმატებულია. ნამდვილად დამამშვიდებელი უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ითანამშრომლოს თითქმის ყველა მხარესთან, მაგრამ როდესაც ხედავს, რომ მას დასცინიან, არალეგიტიმური ქართული ოცნება კი ომის დამნაშავე პუტინის მარიონეტივით იქცევა, ვერ დარჩება უყურადღებოდ. ისევე როგორც ოცნების ურთიერთობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, მისი მჭიდრო ურთიერთობა თეირანთან, რომელმაც მოკლა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი, როგორც ერაყში, ასევე ლიბანში. A close relationship with the murderers who are there in Tehran, who through IEDs murdered thousands of American troops who served in Iraq and also in Lebanon. და მაინც დრო ძალიან ცოტაა. ყოველდღიურად რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიის ჩანასახებს ამ ქვეყანაში. 1000 ახალ დაბრკოლებას უქმნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. ამიტომ მაინტერესებს, როდის შეიძლება იყოს სანქციები. ან მეგობარი აქტი რა ვადაში შეიძლება მივიღოთ? 1 თვე, 2 ამერიკაში არსებული საბიუჯეტო კრიზისი, იგივე შატდაუნი, რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე? I'm very optimistic. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც უკვე გითხარით. სწორედ ქართველი ხალხი გახდა შთაგონება ამერიკელებისთვის. მეგობარმა აქტმა 90%-იანი მხარდაჭერა მიიღო წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 95%-იანი მხარდაჭერა სენატში. მაგრამ ზედა პალატაში შეფერხება უბრალოდ საკანონმდებლო პროცესია და ჩვენ ამას გადავლახავთ. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს მთავრობის საქმიანობის დროებითი შეჩერება, იგივე შატდაუნი. ეს ერთგვარი ჩიხია რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს აფერხებს კონგრესის ფუნქციონირებას. უკვე 3 კვირა ვერ შევიკრიბეთ. სენატში ბიუჯეტის დამტკიცებას 60 ხმა სჭირდება. რესპუბლიკელებმა მოიპოვეს 55 ხმა, მაგრამ ვიდრე 60 ხმა არ გვექნება, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა და სხვა კანონპროექტები შეჩერდება. და ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს მეგობარ აქტთან. ეს შიდა პოლიტიკურ უთანხმოებებს ეხება, რაც დემოკრატიის პრინციპებითაა გამოწვეული. ყველას ხმა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ გადაწყვეტილებას კი 60 ხმა სჭირდება. ასე რომ მეგობარი აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის შთაგონებულია ქართველი ხალხის მიერ. But the bottom line, Megabari will ultimately be passed because it's been inspired by the people of Georgia. ბატონო ვილსონ, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 90-იანების ბოლოს, ზუსტად გამსახურდიას დროს. იფიქრებდით, რომ თქვენ ასეთ როლს ითამაშებდით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში? Not really, and I need to let you know my affection for this really goes back to high school. დიახ, ეს ყველაფერი ჩემთვის სკოლის პერიოდიდან იწყება. მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გათავისუფლებულიყვნენ. რონალდ რეიგანის დროს კიდევ უფრო გაგრძელდა ეს ბრძოლა. Two of my sons served in Baghdad and Iraq. ჩემი შვილები ქართველებთან ერთად მსახურობდნენ ერაყში. ერთი ჯარის ექიმი იყო. ისინი იხსენებენ, რომ ქართულ ჯარისკაცებთან ერთად თავს ძალიან დაცულად გრძნობდნენ, რადგან კარგად
კარგად იცოდნენ, რომ ოპერაციებიდან დაბრუნების შემდეგ მათ უსაფრთხოებას ქართველი სამხედროები უზრუნველყოფდნენ. ისინი გამოირჩეოდნენ თავიანთი ვაჟკაცობით და სიმამაცით ავღანეთში. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ამერიკა. დონალდ ტრამპს ძალიან უყვარს ცათამბჯენების მშენებლობა და ვიცი ერთ დღეს ლენტის გაჭრაში მივიღებთ მონაწილეობას. ტრამპ თაუერი, თბილისისა და ბათუმისთვის. დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი და საინტერესო ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა თქვენ.